კალანდარიშვილის CSKO ევროპარლამენტის განცხადებების წინააღმდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია დღეს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია როგორც გაყალბებული. ეს შეფასება CSKO-სთვის როგორც ჩანს განსაკუთრებულად მტკივნეული აღმოჩნდა, რადგან კალანდარიშვილის უწყება არჩევნების შეფასებას დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს და ევროპარლამენტისგან გაყალბების ფაქტების წარდგენას მოითხოვს. ირკვევა, რომ ანალოგიური შინაარსის განცხადებით CSKO-მ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას უკვე მიმართა, თუმცა გამყალბებელი ორგანიზაციის ეს წერილობითი თავის მართლება საკმარისი მტკიცებულება არც ევროკავშირისთვისაა. CSKO-ში კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შეცვალოს განცხადების შინაარსი ევროკავშირმა და მზადყოფნას გამოთქვამენ თანამშრომლობისთვის. დღეს ნახეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის კიდევ ერთი სამარცხვინო განცხადება, რომელიც ერთის მხრივ ევროპარლამენტზე და ჩვენ ევროპულ პარტნიორებზე თავდასხმა და მეორეს მხრივ გაუგონარი უმეცრება და უცოდინრობა რა დანაშაულის პრეზუმპციაზე საუბრობენ. საერთოდ თუ იციან დანაშაულის პრეზუმპციის მნიშვნელობა, ან რომელ არჩევნებზე საუბრობენ, რომლის ჩატარებაც მათ საერთოდ არ იციან. ანუ ვერ ატარებენ არჩევნებს, იმიტომ რომ ორგანიზებულები არიან და მომარჯვებულები არიან იმისათვის, რომ გააყალბონ არჩევნები, როგორც გააყალბეს 26 ოქტომბრის არჩევნები. სამარცხვინოა CSKO-s მხრიდან ევროპარლამენტის დადანაშაულება 26 ოქტომბრის არჩევნებს და მის შედეგად არჩეულ არალეგიტიმურ პარლამენტს არ აღიარებს დასავლური სამყარო, უკვირთ როგორ არ ითვალისწინებენ პროკურატურის გამოძიებასო, მაშინ როდესაც პროკურატურა, CSKO, სასამართლო და SUS-ი არის ის მთავარი რგოლები, რომელთა მეშვეობითაც ქართულმა ოცნებამ მიიტაცა სწორედ საპარლამენტო არჩევნები და ქართველი ხალხის ნება. როდესაც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი, ბრიტანელი პარტნიორების უმაღლესი ეშელონებიდან გვესმის შესაბამისი განცხადებები ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებით და 26 ოქტომბრის არჩევნებს აქვს ფაქტობრივად ნულოვანი ლეგიტიმაცია გარდა ვიქტორ ორბანის და ვლადიმერ პუტინი და ლუკაშენკო აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს. შესაბამისად CSKO-s წარმომადგენლები, რომელთა ნაწილიც სანქცირებულია, უნდა შეეგუოს იმ ბედს, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 26 ოქტომბერს არ დარჩება დაუშველი არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. CSKO ეს არის რეჟიმის თანამოაზრე, რეჟიმის ინსტრუმენტი, რომელიც აქცია რეჟიმმა საკუთარ ეს ინსტრუმენტად, რომელიც გამოყენებული აქვს. მაშინ 24 წლის არჩევნების შემდეგ შეფასდა ეს არჩევნები და მაშინვე ითქვა, რომ უმძიმესი სისტემური დარღვევების ფონზე განხორციელდა ეს არჩევნები. შესაბამისად, ისინი აკეთებენ განცხადებებს იმ არჩევნებზე დაყრდნობით, რა არჩევნებიც ჩატარდა და ნახეს.